მოგესალმებით, ეს BMG-ის ამინდის პროგნოზია, რომელსაც გარემოს ეროვნული სააგენტოს მონაცემებზე დაყრდნობით მე, ანა ელიკაშვილი წარმოგიდგენთ. 2 სექტემბერს სრულიად საქართველოში დროგამოშვებით ღრუბლიანობა მოიმატებს. დასავლეთ საქართველოში +30, მთიან რაიონებში კი +31 გრადუსია მოსალოდნელი. აღმოსავლეთ საქართველოში +37 გრადუსი ფიქსირდება, მთიან რაიონებში კი +31. რუსთავში +36, მარნეულში +33, თელავში +34, სიღნაღში +35 გრადუსი, ომოლოში +32, ლაგოდეხში +26, ცხინვალში +22, გორში +34 გრადუსი ფიქსირდება. სტეფანწმინდაში +26, ბაკურიანსა და გუდაურში +22 გრადუსია მოსალოდნელი, ბორჯომსა და ახალციხეში კი +30 გრადუსს უნდა ველოდოთ. გადავინაცვლოთ დასავლეთ საქართველოს ქალაქებში. ქუთაისში +29, ბათუმში +27, ფოთში +26, სოხუმში ასევე +27, ზუგდიდში +29, ქობულეთსა და ანაკლიაში +27, ოზურგეთში +25 გრადუსი ფიქსირდება. რაც შეეხება დედაქალაქს, თბილისში ჰაერი +35 გრადუსამდე გათბება. ასეთი გახდათ ამინდის პროგნოზი საქართველოში 2 სექტემბრისთვის. დარჩით BMG-ზე და თვალყური ადევნეთ ყველაზე საქმიან ამინდის პროგნოზს, რომელსაც მთის წყალთან ერთად წარმოგიდგენთ.